ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება. ევროკომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასის განცხადებით, საქართველო ახლა მხოლოდ ნომინალურად არის კანდიდატი ქვეყანა და მსგავსი ჩანაწერია თავად გაფართოების 2025 წლის ანგარიშიც. ევროკომისიის ანგარიში ტენდენციურად აფასებს მთელ რიგ მოვლენებს, ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო უწყება ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ 2025 წლის ანგარიშს, სადაც საქართველოსთან მიმართებით დემოკრატიულ უკუსვლაზეა საუბარი. უწყებაში აცხადებენ, რომ ანგარიში უსაფუძვლო ნეგატიური შეფასებების გასაჟღერებლად და მორიგი პოლიტიკური სპეკულაციებისთვისაა გამოყენებული. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანგარიში მიკერძოებული და უსაფუძვლოა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშის ტონი და მიდგომა შეუთავსებელია თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგით ჩამოყალიბების ცდილობებთან და ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს. ევროკავშირმა უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დაამყაროს მისი გაწევრიანების გარეშე. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერს. გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის გადასაცემი დახმარების პაკეტს 3,5 მილიარდი დოლარით გაზრდის. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტში წერია, რომ ომში მყოფი მოკავშირე ქვეყნის სამხედრო თუ უსაფრთხოების საჭიროებებისთვის გერმანიის მთავრობა ჯამურად 9,8 მილიარდ დოლარს გამოყოფს.